ოჯახ. დილომშვიდობის. დილომშვიდობის. ჩემო ანგელოზო, გაიღვიძე? დიდი ხანია. საუზმე მოგემზადეთ. ხო? რა ლამაზი ყვავილებია. მე მიყიდე? მოდი ჩემთან. მადლობა. დედას არა? აია. მადლობა ბატონო ალ. ეს გეთქვან ქალბატონო სეილან. მე ლამაზი ყვავილებია. მადლობა. მოდით. ემირ. ადექი. დავიდამანებე. რასაკეთებ? დილიდან რა გინდა დედა? საინტერესოა შეცდომა სად დაუშვი. დედამის მენა გუშინ ისედაც შემორსვენეს. დამატებითი შერწყმენა აღარ მინდა. დროის დაკარგვის უფლება არ გაქვს. კარახუნი ხარ. უკეთესია მამას კითხო ქარახუნი ვარ თუ არა. მიდი დაიბანე და ჩაიცვი. დღეს ბევრი საქმე გაქვს. რა საქმეები მაქვს? საქმე რომელიც გუშინ გააფუჭე, დღეს უნდა გამოასწორო. მიდი, ამ მდგომარეობიდან გამოდი. შენ ზოგს უკან მე ვარ. გასაგებია? ემირ. კარგი. დილიდან ტვენი წაიღო. დაილოცოს თქვენი ხელები. კიდევ არ შევჭამდი, მართლა. მართლა რატომ? რადგან ომლეტი ყველით ძალიან მეყვარს. ნუშის პუდინგიც ძალიან მეყვარს. დიახ, ძვირფასო. თუ არ დანაყდები, ჩემსაც მოგცემ, კარგი? რაღაც გითხრა? ომლეტი ყველით შენზე ნაკლებად არც მე არ მეყვარს. ვიცი, დედა შენ მომითხრა. მაგრამ ადრე იყო. მაშინ პატარა იყავი. ახლა ზრდასრული ხარ, შეგიძლია ნაკლები ჭამო. აია. არ გაიზარდე? როგორც ჩანს რაღაც მსგავს მეუღლებოდი. გავიზარდე, მაგრამ შია. აია. თუ გინდა შეგიძლია ჩემი კვერცხი შეჭამო. არ შევჭამ. როგორც ჩანს, ჩემ შულს ეწყობი. საერთოდ კარგი ადამიანი ჩანს. მაგრამ კინაღამ მანქანით გაგვიტანა. ამიტომ მასზე ცოტა გაბრაზებული ვარ. რას ამბობ? ქალბატონო სეილან. აიალმა. მაგრამ რამდენადაც ცუდი ადამიანებისგან გვიხსნა, ამ ავარიას ყურადღებას აღარ ვაქცევ. ეს ბავშვი რას ამბობს? ვინ ხალხი რა ავარია? დედა, კარგი. გადავისხით. აიალ დაისვარე, წამოდი დავიბანოთ. დედა, არაფერი დაგემართა არა? წამოდი შულა. ალფ რა ხდება?
ეს ბავშვი რას ამბობს? ეს ბავშვი ზღაპრებში ცხოვრობს, რომელიც დედისგან მოისმინა. ყველაფერს რასაც ხედავს ზღაპრათulis. დედამისი პრინცესაა. სასახლის გარშემო ცუდი ხალხი ელოდება. ბავშვის გონება საშიში არაფერია. დილამშვიდობის ბატონო ალფ. დილამშვიდობის გალბატონო სეილან. დილამშვიდობის გალბატონო ნერგიზ. დილამშვიდობის ნერგის. ნერგის. წყალში ჩადე. ალფმა მომიტანა. დედა სეილანს რა სჭირს? მოწვენილი ჩანს. მაგრამ ძალიან მომეწონა. მისი შვილივით არაა. აიალ. ალფი დედას ოდნავ მაინც რომ გავდეს. აიალ როგორ არ ცხენია. შვილა, ცუდი მოვლენები გამოვიარეთ. მოდი არავის მოუყვეთ, კარგი? განსაკუთრებით დეიდა სეილანს. დამწუხრდება. კარგი? კარგი. ჩვენ შორისაა საყვარელო. ჩემო ძირფასო, ჭკვიანო, ჩემი ჭკვიანი შვილი. ერთადერთი ხარ, ერთადერთი. დედა, აღარ მინდა ასეთი გნახო. როცა ადამიანი იმედს კარგავს, ცხოვრებას და ბრძოლას ტოვებს. ვერ ხედავ და არ გესმის დედა, მაგრამ იმედი არის. კარგი? იმედი არსებობს. ამ იმედისთვის რამე უკანონოს გაკეთებას ხომ არ აპირებ. ეს გოგო ვინაა? რატომ მეხმარება? რის სანაცვლოდ? რასაც ფიქრობ მსგავსი არაფერია. ნევა დედა, რომელიც შვილის მომავლის დაცვას ცდილობს. აიალის სწავლის თანხებს დავფარავ. სულ ეგ არის. რა კარგია. შენი ცხოვრების მეტად გართულება არ მინდა. ზიანს არ მოგაყენებ. პირდები. შევხვდებით დედა სეილან. კიდე მოდი, კარგი? შევხვდებით გალბატონო სეილან. მადლობა. შევხვდებით ნევა. საქმეებს მოვაგვარებ და ისე მოვა, კარგი? კარგი, შემოიარე და გელოდები. ეს ქალი ვინ არის? არ ვიცი. ნაცნობი სახე აქვს, მაგრამ თუ გინდა გავიგოთ. სანამ მეგეთყვით რამას თქვენით მაინც მიხვდით. კარგი, თვალთვალს ვაგრძელებთ. ალფ ქარახონს თვალი არ მოაცილოთ. როგორც ეთქვი. შენ რა სიზამ? მე ამ ქალზე გავიგებ. ცხადია ბატონ ალფთან რაღაც კავშირი აქვს. ისმინა სეფა. თუ გამოგიჭერენ, ბატონი ქორხანი მოკლავთ. უნდა ვაპასუხო. ჩუმაჩულა, არ ეხმაურო, კარგი? ოჯახ. მამა, სათხარ შვილა. გუშინ ბევრჯერ დაგირეკე, ვერ დაგიკავშირდი. რესტორანში საქმეები მქონდა. ვიან უნახე და რეკილი. მოხდა რამე? დღეს კომპანიაში უნდა მოხვიდე. პრობლემა გვაქვს. რა პრობლემა? მერმა ისევ ყველაფერი გააფუჭა. მოდი და ეს საქმე მოაგვარე. კარგი, ახლა ცოტა დაკავებული ვარ და მოგვიანებით მოვალ, კარგი? კარგი, მიდი. მამა შენი ცოცხალია? მაშინ დედასთან ერთად რატომ არ ცხოვრობს? შვილა, სხვებს იმას არ ვეკითხებით, რაც ჩვენ არ გვეხება, კარგი?
ბოდიში. ოჯახ. ახლა დაიემურთან წაგიყვანთ. არ გააბრაზო, კარგი? კარგი. საღამოს ჩემთან მოგიყვანს. წარმატებები. რაღაცას გითხავთ. თხოვთ. უკან ხის სახლია. ვისი ეცით? Sahibi kim biliyor musunuz? Bilirim de. კი, ვიცი, მაგრამ რატომ მეკითხები? Benim patron. ჩემი უფროსი უკვე დიდი ხანი ასეთ სახლს ეძებს. თუ პატრონებს ვეკითხავ, იქნებ გაყიდონ, იქნებ მოიშორონ. არა მგონია. ცნობილი გაბარის მომღერალი ქალბატონი სეილანი ცხოვრობს. იცი სეილან სურგუნი? არა? ამ ქალს არავინ ყავს? თუ ფულს სჭირდება, იქნებ სახლი გაყიდოს. მასთან ზოგჯერ ძალიან მდიდარი ახალგაზრდა მოდის, ასე ამბობენ. მე არ ვიცი ვინ არის და სად არის, მაგრამ ქალბატონს უვლის. იმას გეუბნები, რასაც რაიონში ამბობენ. კომპანიაში პატარა საქმე მაქვს და მოვაგვარებ. როგორც კი მოვრჩები, ქორწინების გაფორმება დავიწყოთ. ასე სწრაფად? ისედაც შევყომდით, ნევა ხომ იცი? მართალი ხართ. რაც მალე უკეთესი. საქმეს დაუბრუნდები. წარმატებები. Hoş geldiniz. კეთილი იყოს. მადლობა. კარგად ხარ? კი, კარგად ვარ. კომპანიაში საქმე მაქვს და იქ მივდივარ. კარგი მართლა დეზინფექციაზე კომპანიას ველაპარაკე ხვალ არა, მაგრამ ზეგ სამზარეულო დაიხურება გაითვალისწინე. კარგი, მაგარია, მიხედე. ნუ მეუბნებით უღმართ იქცავს. ბატონო ალფ, კეთილი იყოს. ქალბატონო ეჯე. უკეთესი იქნება თუ ჩემს აქ ნახვას შეეჩვევი. ახლა ერთად მუშაობთ და ერთმანეთს ხშირად შეხვდებით. რესტორანში ბევრი საქმე მაქვს. კომპანიაში არ მოვდივარ. თუ საჭირო არ არის. დღესაც თათბირზე ვარ. ამბობ, რომ აქ კრიზისს მოუგვარებ და შემდეგ საქმეს დაუბრუნდები? რა კრიზისია? ამაზე ინფორმაციას ფლობ. კომპანია, რომელსაც ბატონი ემერი მოელაპარაკა, ყალბი აღმოჩნდა. ამიტომ ყველაფერი გაუქმდა. ჩვენ რა თქმა უნდა საქონელი საწყობში დავტოვეთ. თუ გამოსავალს სასწრაფოდ არ ვიპოვით, დიდ ზარალს ვნახავთ. ალფ, მოხოდე შვილა. შენთან თათბირამდე მარტო საუბარი მინდა, კარგი? ქალბატონო ეჯე ნახევარ საათში თათბირი გვექნება, რომ სიტუაცია შევაფასოთ. რა თქმა უნდა. არ გაბედო. წამოდი შვილო. ბატონო ემერ, შეიძლება თათბირამდე დავილაპარაკოთ. ახლა არა, ახლა არ გამავა. ხედავ არა დედა? მამა დროს არ გარგავს. მაშინა დასახმარებლად საყვარელ შვილს დაუძახა. შეგიძლია დამშვიდე გთხოვ? ამაზე დასაკარგი დრო არ გვაქვს. იმაზე ვილაპარაკოთ, ეს პრობლემა როგორ მოაგვაროთ. ტყუილად ცდილობ, ეს ომი დიდი ხანია უგერად წავაგეთ. რთულია ომი მოიგო, რომელსაც წინასწარ დამარცხებულად თვლი. ესე ამბობ, გეგონება იმედი კიდევ არსებობს. დაჯექი, დავილაპარაკოთ. კარგი. ალფის მიზანი თავიდანვე საერთაშორისო ბაზარზე გასვლა იყო. ამიტომ თათბირზე დაიჟინებს, რომ ახალი უცხოელი პარტნიორი ვიპოვოთ. მაგრამ რა თქმა უნდა, ასეთ ცოტა დროში საერთაშორისო შეთანხმების დადება ცარიელი ოცნებაა. ამ საქაღალდეში შიდა ბაზრის მყიდველებისა და მათი კონტაქტების სიაა. თავაზობ დარჩენილი საქონელი შიდა ბაზარზე გავყიდო არა? არ მგონია მამა ამას დათანხმდეს. შენი დავალებაა. თუ გინდა მამას ყურადღება ისევ მიიქციო, რაც გინდა ის გააკეთე, მაგრამ დაარწმუნე. შეხედე. დაბრუნდი არა ქალბატონო თურქმენ.
ეს ყველაფერი როდის მომზადე? სანამ გამორთული იყავი შვილო. სანამ გამორთული იყავი. ხარახუნების უზარმაზარი კომპანიის მემკვიდრეს გაბარეს მომღერალთან რა საქმე უნდა ჰქონდეს? Bilmiyorum არ ვიცი ძმაო, მაგრამ დილით ნამდვილი ბედნიერი ოჯახის სურათი იყო. ნევა და მისი შვილი. ამ ქალს უთოთვალე. რაღაც ხდება. Neveye mi sıkıştı? იქნებ ნევას მივაწვეთ. არ ეტყვის. ბოლო დროს თვით დაჯერებულია, ფულიც გადაიხადა. შეუძლებელი არ ეტყვის. რესტორანზე რა ქენით? ვინმე იპოვეთ? Bakıyorlar abi. ისევე ძებენ ძმაო. ბიჭო უნდა იჩქარონ. შიგნიდან ინფორმაცია სასწრაფოდ უნდა მივიღო. როგორც ხვდებით, მზამყიდველი დავგარგეთ. მაგრამ ერთი პუნქტია, რომელიც შეგვიძლია ჩვენ სასარგებლოდ გამოვიყენოთ. აი ეს. ამერიკული ბაზარი კრიზისშია. გლობალური დათბობის გამო მექსიკიდან შემომავალი მარცვლეული კულტურა სულ განახევრდა. კომპანიების სასწრაფოდ პარტნიორებს ეძებენ. გვთავაზობ ახალი პარტნიორი ამერიკაში მოვძებნოთ. ვამბობ, რომ შეგვიძლია მოვძებნოთ ბევრი კომპანია, რომლის მოთხოვნებსაც დავაკმაყოფილებთ, რატომაც არა. თუ შესაფერის კავშირებს ვიპოვით, ჩვენთან არსებულ საქონელს რას ვუზამთ? სანამ ამ კავშირებს მოვძებნით. ამერ. სხვა წინადადება გააქვს? თავაზობთ საქონელი შიდა ბაზარზე გავყიდოთ იმის მაგირად, რომ ძალები გარე ბაზარში მოვძებნოთ. გვთავაზობ ფასი შევამციროთ. მის მინაშვილო, სახელი მაქვს. ნებას არ მიცემ თქვას, რომ კასიმ ქარახუნმა საქონლის მოსაცილებლად სხვისი კლიენტები მოიპარა. თუ კარგად შევაფასებთ, შესაძლებელია. ქალბატონო თურქმენ, ჩვენი საქონლის სამყიდველიცა და ფასიც ცნობილია, ამით მოვჭეთ. უკაცრავად. თუ ვიჩქარებთ, ლოდინი აღარ მოგვიწევს. ამერიკელ კომპანიებთან უამრავი კავშირები მაქვს. თუ გავგვიმართლებს, ვფიქრობ პრეზენტაციის გაგზავნას მოვახერხებთ. შპიღბალს რომ ვენდოთ, იმის მაგირად რომ საქონელი წამგებიანად მოვიშოროთ, გავაზობთ შანსი გამოვიყენოთ. მამა, ნება მომეცი საქმე მოვაგვარო, ნება მომეცი. გადაწყვეტილებას მივიღებ. გასაგებია ალფ. მოკლედ შენი გზით წავალთ. ქალბატონო ეჯე, ალფთან ერთად იმუშავებთ. კოორდინაციასაც თქვენ მიხედავთ. კარგი ბატონო კასიმ. კარგი, თუ სათქმელი აღარაფერი გაქვთ, გთხოვთ. ბოლოა. ზად არის. ფერხად. ამ цаრიელ ოთახს რატომ არ იყენებენ? შეფი ქადემის ოთახია. ბატონო ალფა მამისა, მაგრამ შეფ ქადემს ხომ იცნობ. ჯერ საწყობის სახით გამოიყენებს. შეფმა კადიმმა ალბათ თქვა აქ რა გავაკეთო. სამზარეულოს გარდა სიმშვიდეს ვერსად პოულობს. რა მოხდა? პირველის თვალით უყურებ. მოხდა რამე? ძალიან დიდია. ო, არა, ცუდი არ არის. შესაძლებელია. რატომაც არა? რა? მეც მეტყვი? მაპატიე. ერთი წამით. მალე გავდივართ. მზად იყავი. სასწრაფოდ უნდა წავიდე.
ქალბატონო ადვოკატო კეთილი იყოს. გამარჯობა, გალოდინეთ ბოდიში. რას ამბობთ? რაკენით მოაგვარეთ კონტრაქტის საქმე. დიახ, ბატონო, კონტრაქტში ის პუნქტი დავამატე, რომელიც ისურვეთ. მაჩვენეთ. როგორც ჩანს დაკავებული ხარ. არა, მოდი. ეს ვერქია ჩემი მეგობარი. გამარჯობა. ქალბატონო ადვოკატთან კონტრაქტს განვიხილავდი. ადვოკატო ბედნიერი ვიქნები, თუ ეს კონტრაქტი ჩვენს შორის დარჩება. კარგი? თქოთ, ამ საკითხზე მშვიდად იყავით, კლიენტის საიდუმლოზე ვსაუბრობთ. დიდი მადლობა. თუ სხვა აღარაფერია წავალ. შეხვედრამდე. შევხვდებით. ნახვამდის. კარგი დღე. კარგი დღე. ასე. აბა რა ხდება? საქორწილო კონტრაქტი მომამზადებინე. ხარები განქორწინებას ვერ მოეთხოვენ, სანამ ერთი წელი არ გავა. ქალბატონმა ნევამ თუ იცის? ჯერ არა. მაშინ წარმატებები ძმაო, რადგან ფიქრობ ნევას საერთოდ არ მოეწონება. ძმაო ვერაფერს იზამს. ყველაფერი სანდოდ უნდა იყოს. თუ გაიგებენ რომ შეთანხმება დავდეთ. თუ ცნობილი გახდება რომ ნევას ფულს ვაძლევთ, ციხეში ჩავჯდებით. კარგი, მაგრამ ნევამ ეს პუნქტი რომ არ მიიღოს, რას იზამ? რომ გადაიფიქროს? რთულია ძმაო, მაგრამ ვერაფერს იზამ. ამ გზას დავადექით. ქორწინების პროცედურას მოვაგვარებ. ორ დღეში ქორწინდებით არა? ამდენი საქმის გაკეთებას და პროცედურებს როგორ მოასწრებთ? ძმაო დახმარებას გთხოვ. კომპანიებს დაელაპარაკები, ქორწინების სალონი და ყველაფერი რაც საჭიროა. ძმაო კარგი, მაგრამ ამისთვის პროგრამა უნდა შევადგინოთ. დაწესებულება, ფოტოგრაფი. მოკლედ ყველაფერზე უნდა მოვილაპარაკოთ. ახლა ქორწილების სეზონია. ეს ყველაფერი აუცილებელია, მაინც ქაღალდზე ქორწინებაა. დიახ, მხოლოდ ხელს მოვაძრთ. გადაჭარბება რა საჭიროა. ძმაო, ამას შენ ამბობ თუ ღმერთი გძამს? მეგობრებო, თუ ეთიკის კომიტეტის დარწმუნება მოგვიწევს, რომ მართლა დაქორწინებულები ხართ, ყველაფერი ტრადიციების და ჩვეულებების დაცვით უნდა ჩატარდეს. ეს ხალხი დოკუმენტებს, სურათებს, მტკიცებულებებს გთხოვენ. აი, მადლობა. Teşekkür ederim. მართლა ნევა. ეს ადამიანი ჩემი ყველაზე ახლო მეგობარია, მაგრამ ამავდროულად მსოფლიოში ყველაზე მოუსვენარი, ყველაზე ფრთხილი ადამიანია. დარწმუნებული ხარ რომ დაქორწინება გინდა? სხვა გამოსავალი არ მაქვს, ბატონო ბერგ. უკვე სიტყვა მივეცი. თქვენის ნებართვით სამზარეულოში დავბრუნდები. შეფი კადიმიის ზედაც საკმარისად გაბრაზდა. წარმატებები. ამ ქორწინებაზე კარგად დაფიქრდი? ფიქრობ გადაწყვეტილება სწრაფად მიიღეთ. ბიჭო სისულელებს ნუ ამბობ ისედაც შევყვანდით. კარგი ძმაო. ქალბატონი ეჯი არ არის? ეჯი საიდან ისნა? გუშინ ხომ გითხარი ის და ემირი მოვიდნენ, ჩვენს კომპანიაში მუშაობს. რატომ დაიძაბე ასე, რატომ ანერვიობდი? რა მოხდა? ბიჭო, ეჯია. რომელი ეჯი? ეჯი. ეჯი ამერიკიდან? ხო. ხუმრობ ძმაო, ეს გოგო აქ რას აკეთებს? კეთილი იყოს ეჯი. მადლობა. საკაღალდეები მოგიტანე, რომლებიც მთხოვენ. ვიფიქრე, რადგან მოვედით გემრიელად ვივახშმებთ. რა თქმა უნდა, თუ არ გამაგდებ. ეს რას ნიშნავს? ნუ თუ ეს შესაძლებელია.
ამ საღამოს არც ერთ კითხვას არ დაგისვამ, რომელიც არ გინდა გპირდები. უბრალოდ მინდა რომ სასიამოვნოდ მივირთვათ. როგორც ადრე. მეგობრულად. კარგი, მოვილაპარაკეთ. მოვილაპარაკეთ. მართლა ისევ? გამარჯობა. თხოთ. საღამო მშვიდობის. მენიუს დაგიბრუნებთ. არჩევანს შენ გიტოვებ. დღევანდელ დღემდე არც ერთხელ შემცდარხა. ასეა? კარგი, მოდი მაშინ ასე მოვიქცეთ. ნება მადრესბის პროდუქტების რიზოტო მომემზადა და ეური მოუმზადოს. კარგი ბატონო ალფ. გემრიელად მიირთვით. მადლობა. ორი ზღვის პროდუქტების რიზოტო ბატონი ალფისთვის პირადად ნევას განითხოვა. ჰარის, შეგიძლია соуს მიხედო. რიზოტოზე გადავდივარ. ამ საღამოს ბატონ ალფს სტუმარი ჰყავს. ძალიან ლამაზი და მოვლილი ქალი ჩანს. ეტყობა მნიშვნელოვანი ადამიანია, ღმერთმა არქმას. მომსახურებაში ნაკლი იყოს, კარგი? კარგი. მივხედავ. ამერიკაში ნაცნობებთან დალაპარაკება მოახერხე? დიახ, თათბირის შემდეგ ტელეფონით ველაპარაკე. ცენტრს დაელაპარაკებიან და დამირეკავენ. ცენტრი სად აქვთ? კოლორადოში. კოლორადოში უქმებზე ვიყავით, არა? ო. არასწორად მახსოვს? მოიწამლე. მგონი ღამე საავადმყოფოში გავატარეთ. დიახ, რადგან დეგუსტაციისთვის საშინაო რესტორანში წამიყვანე. ეჯე. შენ დამბერდი რომ ამაზე აღარ ველაპარაკებდით. კარგი. არ ვსაუბრობთ. მოიტანეს. თოთ. ნევა შენ რატომ გვემსახურები? გავიგე რომ სტუმარი ყავს. პირადად მოტანა მომიდა. იქნებ კითხვები გქონდეთ. ის შეფიხართ, რომელზეც ალფი ამბობდა? ძალიან გემრიელია. დაიუცოს თქვენი ხელები. მადლობა. თქვენი განსაკუთრებული რეცეპტია? ალფმა პირადად თქვენგან ითხოვა. შეიძლება ასეც თქვათ. კლასიკურ რეცეპტს ცოტა დარეჩინს და ზაფრანას ვამატებ. დარეჩინი არ გიყვარს? კარგი ნევა. მადლობა რომ კომპანიონობა გაგვიწია. შეგიძლია დაბრუნდე. კარგი ბატონო ალფ. გემრიელად მიირთვით. მადლობა. ვახშამი მზად არის ბატონებო, თუ გსურთ შეგიძლიათ მაგიდასთან მოხვიდეთ. დროულად მოხვედი, სუფრასთან მივდიოდით. წამოდი. ცოტა დავიღალე. ადრე დავწევი. გემრიელად მიირთვით. მის დამოკიდებულებას ხედავ ხომ ასეა? მართალი არა? მის მენაძვირფასო, ეს საქმე სამსახურში დარჩა. მაგრამ შენი შვილი საქმეასა და პირად ცხოვრებას ერთმანეთს ურევს. შენ არ ურევ? ეს რას ნიშნავს? მისმინე.
თქვენ შორის ორ ცეცხლს შორის ყოფნით ძალიან დავიღალე. დიახ, ემირმა დიდი შეცდომა დაუშვა, მაგრამ მზად ხარ პირველივე შეცდომისას გადააგდო. ჩადენილი შეცდომის გამოსწორების ნებაც არ მიეცი. არა, შანსი უკვე მივეცი. ბევრჯერ ვისაუბრეთ. ცხადია, ამაზე საუბარს გავაგრძელებთ. მაგრამ იმას ვამბობ, რასაც ვხედავ. თუ ასე გააგრძელებ, შვილს დაკარგავ. მადლ დავკარგე. გემრიელად მიირთვი. თუ ეს მონაცემები და საკაღალდეები შენთვის საკმარისია, უკვე გვიანია, წავალ. დიახ, კარგი. მაპატია რომ ჩავფიქრდი. არა, არაფერია. ამას დაგიტოვებ. ეჯეს საკაღალდეებისთვის მადლობა. დარჩენილ სახლში შევისწავლე. გემრიელი ბაღშმისთვის მადლობა. უკვე დიდი ხანია დრო ასე კარგად არ გამიტარებია. კიდევ? შენთან საუბარი ძალიან მომენატრა. მეც.